ჩვენი გაცემის სტუმარი გახლავთ პეტრე მამრაძე, ძალიან დიდი მადლობა ბატონო პეტრე. მადლობა მოწვევისათვის. რომ მობრძანდით და ორ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო იყო გონჩარენკოს მიერ გამოქვეყნებული ეს 28 პუნქტიანი გეგმა და სიმართლე გითხრათ ეს 28 პუნქტიანი გეგმა და უკრაინაში მიმდინარე პროცესი მე უმეტესწილად იმიტომ ჩვენ კი გვეუბნებია რომ სულ უკრაინაზე ლაპარაკობთ მაგრამ იმიტომ მაინტერესებს რომ ჩვენც ამ კონტექსტში განვიხილებით ჩვენ დამოკიდებულება დიდი სახელმწიფოებისა რომლებიც ახლა ერთმანეთს გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად და გეოსტრატეგიულად უპირისპირდებიან და ჩვენთვის ამდენადაც არის საინტერესო უპირველესად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და შემდეგ გასაგებია უკრაინისთვის იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ხალხია სახელმწიფოა ხალხი მეგობრულად და არამტრულად განწყობილი ჩვენდამი და მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათ რა ბედი ეწევა და რა მოვათ მაგრამ უპირველესად მე ეს საკითხები მაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ სამომავლოდ რა საფრთხები შეიძლება გქონდეს და როგორ შეიძლება ისინი გავანეიტრალოთ ამის საშუალებას გვაძლევს მაგრამ პირველ ნაწილში რეკლამამდე მინდა ვისაუბროთ სხვა თემაზე კერძოდ ხელისუფლებამ გაუქმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და მე გავახსენებ ჩვენს მაყურებელსა და ამ სმენელს პრეისტორიას 2007 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მისი თავმჯდომარე გახლდათ ნინო ბურჯანაძე ამ დროს მიიღო დადგენილება რის მიხედვითაც შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ ოსეთის და შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულებით უკვე მიხეილ სააკაშვილი გახლდათ პრეზიდენტი შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აქ საინტერესო არის ის მომენტი რომ აი ამ ახალ ტერიტორიულ ერთეულში ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში შევიდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, რომელსაც აკონტროლებდა თბილისი სრულად და ეს თუ არ ახსოვს ჩვენს მკითხველსა და ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს გავახსენებ, რომ ეს ცხინვალსა და ჯავას შორის ტერიტორიაზე არის ლაპარაკი, დიდი ლიახვის ხეობა და ანუ გეოგრაფიულად როგორ მნიშვნელოვანი ადგილი იყო და ასევე ახალგორის რაიონი საწყობდა ქართული მოსახლეობა, ბუნებრივად და რომელსაც ასევე აკონტროლებდა თბილისი. კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ეს იყო ტერმინი სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. ის ფაქტობრივად გამქრალი იყო საჯარო და ყოფითი მეტყველების სივრციდან. აღარავინ აღარ ხმარობდა ამ ტერმინს და 2006 წლის ბოლოს სატელევიზიო ეთერებიდან მახსოვს რუსთავი ორი აქტიურობდა, იმიტომ რომ მე ხშფოთებული ვიყავი. დაიწყო ამ ტერმინის დანერგვა გამოყენება და ანუ ფაქტობრივად საბოლოოდ მე ამას მოყვა 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის თავდასხმა შემოჭრა და მიიღო სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა მიიღეს გამზადებული ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული თავისი ახალგორიდან და დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლები და თავისი სახელწოდებით სამხრეთ ოსეთი. ეს როგორ შეიძლება შეფასდეს მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს და მთავარსარდალს უნდა რომ დამარცხდეს და ისტორიაში შევიდეს როგორც დამარცხებული მე რაღაც მგონია რომ უნდა რომ გამარჯვებული შევიდეს ანუ მსჯელობას ვიწყებ აი ამ თეზიდან ამ ამოსავლით ვიწყებ მსჯელობას იმიტომ რომ ნუ მაშინ შეურაცხადი უნდა იყო რომ გინდოდეს ისტორიაში შეხვიდე როგორც მიწების დამკარგავი და ქვეყნის დამშლელი ეს ქმედებები რაც ვთქვათ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მაშინ აი ამ ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის შექმნის და სახელწოდების დამკვიდრებით ამან რა როლი შეასრულა იმ მოვლენებში რომლებიც შემდგომ განვითარდა 2008 წლის ომი და რუსეთის მიერ აღიარება ცხინვალის და აფხაზეთის განსაკუთრებული არაფერი როლი არ შეუსრულებია მაგრამ აი ღალატის ჯაჭვში ნამდვილ სამშობლოს და ასე ვთქვათ სახელმწიფო ღალატის ჯაჭვში ერთ-ერთი რგოლია უბრალოდ მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ თუ არ გავითვალისწინებთ იმას რომ მას შემდეგ რაც ასლანაბაშიძე გავიდა ბათუმიდან აჭერიდან სპეციალს ლუშკოვმა წაიყვანა და არაბინმა სხვა ლუშკოვმა თავისი თვითნავით თურქეთიდან ჩაფრინდა და წაიყვანა და ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება და მოგეხსენებათ რომ სააკაშვილმა მაშინაც ეს სიტყვები წარმოთქვა ჩემო ქართველებო აჭარლებო ასლანი გაიქცა აჭარა თავისუფალია და იყო ერთი ამბავი და იქ ზღვაში შესვლა და ასე შემდეგ მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ 2004 წლის მაისის პარადზე 26 მაისს სააკაშვილმა განაცხადა მან ხო ფიცი დადო მათ შორის გელაჩში დავით აღმაშენებლის საფლავზე რაც თქვენ ბრძანეთ ხო და მოევლინა საქართველოს აღმაშენებელზე არა ნაკლებით უფრო დიდი არა გამაერთიანებელი
თავის ჭკუაში, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ღრმად ავადმყოფი ადამიანი, ფსიქოპატი, რომელიც ნარცისიზმით და განდების მანიით არის შეპყრობილი. ხო და მაშინ იყო ამ ასლანისას გასვლის შემდეგ და აჭარაში დიდი გამარჯვების შემდეგ, რომ დაიწყო მაშინათვე შტურმი ცხინვალზე. მას ეწოდა ჰუმანიტარული შტურმი. აბა გზების გაყვანა. აბა იქ ვანათი ნახოს ყველა რუკაზე. შენაგანჯარების შეყვანა პოლიციის და ასე შემდეგ. აბა უკვე ვიღებთ. მინდა გითხრათ თავრობის თომაზე უკვე მერე როცა ყველაფერი ეს კატასტროფით დასრულდა ჯერ კიდევ 2008 წლამდე. სააკაშვილი ამბობდა რომ ეიფორიაში ჩავვარდით და არავინ არ გაგვაჩერა. ეხლა რა ხდება? დაიძაბა იქ სიტუაცია ძალიან აბა გზების შეაქვთ რაღაცეები, აბა ცენტრი შეიქმნა ცხინვალის ჩრდილოეთით. აქეთ გორი, იქეთ და მოხდა რაც მოხდა. ეს იყო ივლისის 7 რიცხვი იქნებოდა, როცა ვანაჩში ჩვენი შესული ჯარები გამოიყვანეს სოცებმა ავტომატის დამიზნების ქვეშ, წაიყვანეს ცხინვალში და გასვათ დააჩოქეს. კი შინაგანი ჯარი დააჩოქეს და სააკაშვილი ეს კოკოევი ავადმყოფი იყო ნამდვილად. იცი არაკორექტულია, მაგრამ უნდა ვთქვა. ნუ ეს რაზე ელაპარაკი, მაგრამ სააკაშვილი არის ნამდვილად ავადმყოფი ადამიანი, ოღონდ არის ფსიქოპატი, რაც არ ნიშნავს შეურაცხყოფას. ფსიქოპატი, როცა ყველა სერიული კრედიტი ფსიქოპატია, მაგრამ პასუხს აგებენ და ჯერჯერობით ყოველთვის არ არის ჩასმული იმ ამტყოფობაში, რომელიც ათავისუფლებს და უბრალოდ უნდა იყვნენ. ეს ოფიციალური დიაგნოზია? თუ თქვენი დაკვირვება როგორ არის? არა, ეს ჩემი დაკვირვება არ არის, მე მქონდა კონტაქტი მექიმებთან, მათ შორის მოსკოვში ვისთან კურნალობდა, მათ შორის აქ და ეს დოკუმენტზე არ დაწერილა. მაგრამ ამის გამო თქვა ბებიამისმა განარიდა თბილის და დავხოთ 2 წელი სადღაც ქობულეთთან და თვითონ იხსენებდა ამას ამ ფსიქოპათიის გამო და ისეთი რაღაცეები რომ ნამდვილად არ მინდა მოყვა. ისეთ რამები ვიცი ოჯახის ძალიან ახლო ადამიანებისაგან. დავანებოთ ამას თავი, მაგრამ შტურმია. სააკაშვილი ჩამოდის ირანიდან ამ დროს ღამით ყველა საგროვებს ყვირის რომ მე ხდა მივდივარ ცხინვალში მე წინ და წამოდით ყველანი, ვისაც გინდათ, ვისაც არა და დარჩით და ასე შემდეგ. სრული მარაზმი და კატასტროფა. ნუ ჟვანია მაშინ უყვირა ის რომ სხვა სართულებზე ისმოდა რომ კი ბატონო, ყველანი წავიდეთ, არ არის პრობლემა, მაგრამ შენ ხვალ აღარ იქნები პრეზიდენტი. ისეთ რაღაცები მოხდა და ამან ცოტა გააჩერა. მაგრამ გრძელდებოდა, გახსოვთ ალბათ თუ დაგომისის ხელშეკრულება მიგრძელავს ცხინვალის ცენტრში ქართული დროშის აღმართვას, მე გავალ დაგომისის ხელშეკრულებიდან და შეერთებული შტატების კონტროლის რაისის დონესხების კატეგორიული განცხადებები რომ კეთილინებე და იმუშავე ამ საკონტროლო კომისიისთან და ასე შემდეგ. ეს კაკა. მაგრამ ესკალაცია გრძელდებოდა, ოქროაშვილი ჩართული, აბასროლა რაღაცა შემზარავი რაღაცეები ხდებოდა და აი აგვისტო დადგა. მე ჟვანიასთან ყოველდღე მუშაობ, იმიტომ რომ მე ვიცოდი, მე მუშაობდი ჯერ კიდევ კავკასიის დროიდან იმ რეგიონში. ვიცოდი რაც უნდა მოხდარიყო და ვაფრთხილებდი მათ. ახალგაზრდებს ვაფრთხილებდი რომ შეიძლება კრასნოდარის სოლში შეიჭრათ ძალებით. და რუსეთმა მყისიერი ასე ვთქვათ პასუხი არ დრო დასჭირდება, მაგრამ ცხინვალში ყველაფერი მზად არის დღე-დაღამ, რომ მაშინათვე მყისიერი პასუხი. მოკლედ უკვე ესე იგი ცხადდება, რომ ყველა სიმაღლე ჩვენს ხელშია, ცხინვალი გარშემორტყმულია, ეს არის მოყანყალებული კბილი, რომელსაც ამიღო და ასე შემდეგ. და ამ დროს უკვე მოდის 58 არმია მარშით როკის გვირაბისკენ და რუსეთის ტელევიზიები ამბობდნენ ამას, ეს პრესაშიც იბეჭდებოდა. პირდაპირ აჩვენებენ ამას, როგორ მოდიან ბეტერები, როგორ მოდიან ტანკები, როგორ აზდით ეს ცისფერი ბოლი, მოგეხსენებათ რადონის მაზოთი და ეს იყო მაშინ მაინც და ჩერდებიან რაღაცა იქ ფაფას ხარშავ მოდიან და დიდი არმია. და აი მაშინ როცა დაურეკე ჟვანიას და უთხარი რომ ესე იგი მორჩა კატასტროფა, მან მითხრა დამრჩვარი ხმით მივხვდი რომ კაბინეტშია სააკაშვილთან მაშინ კანცლერი რომ უყურე ტელევიზიას დამთავრდება ყველაფერი და მართლაც ეს ცნობილი განცხადება ჩვენ გავიმარჯვეთ ყველაფერი ავიღეთ მაგრამ ახლა ტერი გვიპირებს რომ მთელი საქართველო გახვიოს ცეცხლში ამას ვერ დაუშვებ და გამყავს მთელი ჩვენი შენაერთები უპირობოდ რეგიონიდან და გაჩერდა ის ჯარი და მე უკან წავიდა მაგრამ მე სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება
აი ჰუმანიტარული შტორმით კი დავიბრუნებთ. სრული სიგიჟე პირდაპირ თქვა. მაგრამ რას ნიშნავდა ეს? უნდა აშენდეს დისკოტეკები. იქ თამარაშენში, რომელიც იცით, თამარაშენი და ცხინველი, თამარაშენი ვიცი. აღარ არსებობს. ეს იგივე არის მელიქიშვილი და ჭავჭავაძე. კი ბატონო, ეს სახლები. სახლები ესე და გვერდი იყო. დისკოტეკა დაინახონ ცხინვალელმა ხო. მოდების ჩვენებაც გაკეთეს და იქ სხვათა შორის აუზი ააშენეს, აუზი 2 მილიონი გამოიყო ბიუჯეტიდან. ომამდე 2 თვითადრე. კი, აუზი იქ უნდა უსაუთოდ მაკდონალდსი მოკლედ, რაც იყო დასავლეთი ბერლინი და აღმოსავლეთი ბერლინი, აქ ჩქებს თანამედროვე ცხოვრება, იქ ყველაფერი ძველი ომის დროინდელი და ასე შემდეგ და ახალგაზრდობა წავა. ამ დროს ყველამ უნდა იცოდეს, რომ 2004 წლის ივლისამდე ავტობუსები დადიოდა რეისის, აი დიღმის ავტობუსების სადგურიდან. აბრებით ცხინვალი თბილისი და საბსე იყო ეს ავტობუსები. არავინ არ უშლიდა ხელს. ხომ? 3 თვეში ერთხელ მაინც ეწყობოდა ცხინვალელი ბავშვების და ცხინვალის რეგიონის ბავშვების ოსების გამოფენა ნამუშევრებისა ფილარმონიის ვესტიბიულში. ჩამოდიოდნენ საქართველოს დამსახურებული პედაგოგები ოსის ქართველი ცხინვალიდან, ხო? საავადმყოფოებში უპრობლემოდ კოდავლობდნენ. ურთიერთობა აღდგენილი იყო. ლერგნეთის ბაზრობის სიმან მოგეხსენებათ რაქნა, ხო? 10,000-ობით ქართველი დატოვა ლუკმაპურის გარეშე და არ იცოდნენ რა ეკნათ. იმათ უფრო ადვილად აიტანეს. და ეს ნგრევა და სრულიად კონტროდუქტიული მოქმედება იმის არ იყოს, რომ ჩაატარა ლომაევსთან თათფირი, რომ ესე იგი ქართული სახელმწიფოები, ქართველი მასწავლებლები უნდა შევიდნენ იქ აფხაზეთში, ჩემო ბატონო გალის რაიონში და მე მოხდა რაც მოხდა. ყველაფერი ეს წახდა, რაც მაშინ აწყობილი იყო. აი ესეთი პრობლემა. მინდა გითხრათ, ყოველ კვირას დადიოდნენ ქართველი ექიმები ამბულატორიებით, სპეციალური ავტობუსებით. შედიოდნენ ცხინვალში, როგორ ხდებოდნენ. და იყო მკურნალობა ადგილზე და ყველაფერი. ეს ყველაფერი გაანადგურა ამ ანტიქართულმა ადამიანმა თავისი თანაზრახველებთან ერთად სააკაშვილმა და აი ეს დისკოტეკები და ყველაფერი და ასე შემდეგ. ესმით? აი ამაზე იყო ფსონი, მაგრამ ხონდა დაახვედრო გამზადებული სტრუქტურები, ხონდა აჩვენო მცხოვრებ ოსებს, რომ შენ ხარ სრულიად მათ მხარეს იმხრივ, რომ ყველა მათი უფლება დაცული უნდა იყოს, ავტონომია და ასე შემდეგ. ანუ პოლიტიკური სტრუქტურაც იყო საჭირო, აუცილებლად. და ეს ამ საჭიროებამ გამოიწვია ის შემობატონო, რომ შევქმნათ, ვინ გამოიტანა ეს საკითხი და კანონპროექტი? ვის გამოატანინეს ნაცებმა სააკაშვილმა? ეს არ მახსოვს, მაგრამ კანონპროექტი მახსოვს. და მე გეტყვით, მე მახსოვს რესპუბლიკელს, რესპუბლიკურ პარტიას. რატო იყო ეს საჭირო? რა როგორი კონსენსია პარტიული და თანხმობა ყველაფერი. ესე იგი ეს ხდება და ნუ როგორი დონის მარაზმი, იცით? აბსოლუტურად გაყალბებული არჩევნები, რა არჩევნები, ის არჩევნები ტელევიზიით გახსოვთ ალბათ, გვიან საღამოს ბინდია და მოხრის ხედარი ცხენზე. მოხრის ხედარი, ესე იგი מחარობელი და თან მოხს ყუთი. რო ხმამისეს დიმიტრი სანაკოევს. ეს აი ესეთი დადგმები. დიმიტრი სანაკოევი არ დასჯერდა იმას, რომ ახლა პრეზიდენტად ამირჩიეს სამხრეთ ოსეთში და მოითხოვა, რომ მე უნდა ვიყო გუბერნატორიც სააკაშვილის წარმომადგენელი გუბერნატორი და ესეც მისცეს გუბერნატორი. მარაზმი ავიდა უკვე კვადრატში კი არ შეარავიდა, ხო? და ამის შემდეგ უკვე 2008 წელს და ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები, ისე მოკაკრული კბილი, ესე და შემდეგ და აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ეს ადამიანი. აბსოლუტურად დარწმუნებული. იმაზე ნაკლებად ადრე, ვიდრე თქვათ პაატა ბურჭულაძე რო ერთად წავლენ და უკვე ხელისუფლება გადმოდის, ხო? ნაკლებ გქონდა ეს რწმუნება, იმიტომ ვერ ვიჯერებ, რომ უნდა დამარცხება და იცით. და როგორ არ ექნებოდა, როცა დილით 2008 წელს 8 აგვისტოს მე მიყვებოდნენ და მათ შორის მიყვებოდა გიორგი არსენიშვილი, რომ ველაპარაკე თემური ალასანიას, თემურმა ყველაფერი ამიხსნა. მოგვარდა საკითხი და ეხლა შენი პროგნოზებით პეტრე, ამჟამად ეს შენი პროგნოზი ყოველთვის სწორი იყო. ეს არსენიშვილმა გითხრათ? კი. კახეთის გუბერნატორი რო კი, შესული ვარ პარლამენტში, როგორი ზეიმია. შევედით, ცხინვალი ჩვენია. გესმით? მორჩა და გათავდა. ყველა ზეიმობს. ასე ზეიმობდა ვალტერ შურღაია 92 წელს, როცა იყო ტელევიზია და ეკა ხერხულიძემ გვაცნობა მაშინ, რომ დაბრუნდა კანონიერი ხელისუფლება.
აბა კიტოვანი რომ გავირდა ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის საქართველოში თავისი ავტობუსებით 95 წლის 13 იანვარს და ქუთაისთან კი დააპატიმრეს უკვე მოძლიერდა სახელმწიფო ელიავას ამბოხი გახსოვთ რამდენი ავანტიურა და რა თქმა უნდა გვირგვირია სააკაშვილის ჩამოსვლა არაჟანთან ერთად იმიტომ რომ აქ 400,000 ადამიანი გამოსულია უკვე ქუჩაში და ელოდებიან პრეზიდენტის ჩამოსვლა სააკაშვილის და მოშდა გათავდა მე სულ არ მეკვის მე რომ უყურებდი ზოდელავას და პაატა ბურჭულაძეს და ორივეს ვიცნობ და ეხლა ნუ პაატა მასახელა საქართველოს როგორც ბანმა და რაზე ელაპარაკე ხო რაც უნდა ეთქვა რუსული ბანი ვარო მაინც ბურჭულაძეა ბანია და ასე შემდეგ ხო ესე და აი ესეთი ამბავი, მაგრამ ჯეროდათ და აი ის ჯეროდათ რომ გადმოდეს ეს ხელისუფლება, როგორც აი ცის მანანა შეიძლება ჩამოვიდეს ხელისუფლება. აქაც საკუთარი ბიძა და მე ვიცი რას ელაპარაკებოდა არ მარტო არსენიშვილისგან, ელაპარაკებოდა რომ ამერიკელებმა მოილაპარაკეს კრემლთან თეთრმა სახლმა და საბჭოთა დეპარტამენტმა ცხინვალს გვაძლევენ მთლიანად. ეს კოკოითია, არავის არ სჭირდება. აფხაზეთის სხვა საქმეა, ჯერ სამუშაო გვექნება, მაგრამ ამას გვაძლევენ. და ამას მიმყებოდა. მე რო თქვი, რომ ბატონო გიორგი მეთქი, რომ კარგად მასოს არიან და 1-2 მოწმეც არის. ესე მე მგონი მეთქი, სას დავხედე, წუთი-წუთზე დაიწყება რუსული ავიაციის მიერ ჩვენი სოფლების დაბომბვა და იმ ჯარის დაბომბვა. რას ლაპარაკობა დამთავრებული ამბავია. შემოდის დივანი, როგორ დაემთხვა. უდებს ამონაბეჭს რუსთავიორის. ნახა, არსენიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და გავარდა კაბინეტიდან. მე დავრჩი, მე წავიკითხე. რაღაცა 9 საათსა და 25 წუთს რაღაცა ქარელი უკვე დაიბომბა. დიახ, ბატონო პეტრე, რეკლამის გამო მცირე შევწყვეტოთ გადაცემა და დაგვიდოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდები და განვაგრძობ ჩვენ საუბარს. ჩვენ კვლავ ეთერში ბრუნდებით, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან პეტრე მამრაძესთან ერთად. ბატონო პეტრე, ვინ არწმუნებდა ამ ადამიანებს? ეს უნება შინაგანი იყო, თქვათ, გარემოც არწმუნებდა შიგნით, თუ გარედან კარგად იმუშავა, თუ ხანდახან რჩება შტაბეშტილება, რომ აი ეს ქართული მხარე, ჩვენი მხარე ქართული ნუ ეხლა სააკაშვილი კი იყო პრეზიდენტი, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ მაინც ერთი მხარე და ერთნაირად ვიწვნიეთ ეს და ვიწვნებთ ეხლა ამის შედეგებს. ეს მხარე აი თითქოს აკეთებდა იმას, რაც გაამართლებდა რუსეთის ქმედებებს. დიახ, ზუსტად. აი ისეთი კოორდინაცია ჩანს. მე ბევრი მასალა მაგ დაწერილი, სხვა დაყრდნობით. მე წიგნი მაგ დაწერილი და ყველაფერი ასე. საოცარი კოორდინაცია ჩანს და ისევ იმ დაშვებიდან ამოვდივარ. არ მჯერა რომ სააკაშვილს უნდა და დამარცხებული მთავარსარდალი ყოფილიყო რა. აი არ მჯერა გეთანხმებით. და რამ და ვინ დაარწმუნა ეს და რომელმა სტრუქტურებმა იმუშავეს ასე ნაყოფიერად, რომ აი საქართველოს თავის ხელისუფლებენ მოსახლებასაც უხაროდა ეგონა ცხინვალში შევედით, რომ აი ასე დიდ ხაფანგში და ჭაობში აღმოჩნდა, საიდანაც ამოსვლა. მე დავიწყებ სტრუქტურებით კი არა ადამიანით, უკვე ვახსენე, ბატონი თემურალასანია, რომელსაც რუსული პრესა ხასვოსვან არასოდეს არ ახსენებს თუ არა გენერალ კგბ-ს გენერალი თემურალასანია. რომელმაც დაამთავრა რამ გიმო მოსკოვში იმ წელს რაც უნიკალური შემთხვევაა 23 წლის ასაკში გაგზავნილი იყო ვაშინგტონში საელჩოში და მე რუსული უნარიანი იყო თუ არ გაგზავნიდნენ არა მან უკვე ესეთი კორუფცია სუფევდა და კი ჩაწყობა და ყველაფერი მაგრამ რა თქმა უნდა ესე იგი უშვიშვიათ და მე რუსული კვოტით უკვე რუსული და გაეროში რუსული კვოტით რუსეთის მოქალაქე და რუსეთის დიპლომატი ხო გაეროში ინიშნება სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტის მეორე პირად მე არის რომ თან უკვე მისი სახელი ფიგურირებს ბუდთან ერთად სხვა ბუკლევარების ჟურნალისტების ინტერვიუებში და ასე შემდეგ. ანუ არალეგალური ვაჭრობა ერაღი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთ ფიგურაა. ეს ის ადამიანია, ჩანაწერი გვახსოვს ლიფჩი რო არიან და $1 მილიონ ვაძლებ იმას, ვინც ვინტოვკის მოკლავს ივანიშვილს. აღარ შემილია მოთმინებაო. გახსოვთ ეს ჩანაწერი და ასე შემდეგ. და უკაცრავად ამერიკას ეძინა ამ დროს. ამერიკა რაც აფრთხილებდა, მაგრამ ნახეთ რა არის. ძალიან ასეთი ნაზები არ არიან ბელგრადი ბომბეს ხო, მაგრამ ნახეთ როგორ არის. ნამდვილი დღე. სააკაშვილს საფრთხილებდნენ სულ უწყვეტ რეჟიმში და 2008 წელს ერთი თვით ადრე ჩამოსული კონდოლიზა რაისი კოპალაში ჩემი 1-2 ნაცნობის შეესწრო, შეხვედრას რესტორანში შეხვედრა. იქ ბოლოს ყვირილი დაიწყო კონდოლიზა რაისმა.
if war happens we are out. თუ ომი მოხდება, ჩვენ საერთოდ გავალთ აქედან. შენ მარტო დარჩები, შენ შეგიძლია ამის გაგება, კიო, ჩვენ არასდროს არ დავიწყებთ. ამბობდა ბრძენი სააკაშვილი და მაგრამ ნახეთ რა ხდება. ამერიკის ბრალი რაზდას პატიოსანმა ამერიკელმა ღრმა ანალიტიკოსმა დაწერა სრული სცენარლე. სანამ აქ ჩამოვიდოდა კონდოლიზა რაისი ვაშინგტონში, განარ გააკეთა განცხადება, რომ მივიდივარ საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ თქვა. საქართველოს გაწევრიანება ნატოში ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. ანუ დაესხი თავს, უთხრა რუსეთს. რაზე ელაპარაკე. ჩამოდეს აქ და ერთობლივ კონფერენციაზე იმ ყვირილის შემდეგ რაც ერთ-ერთზე იყო აცხადეს ბატონო პრეზიდენტო გახსოვდეს შეერთებული შტატები ყოველთვის იბძვის შეერთებული შტატები თავისი მეგობრების დასაცავად მე ვციტირებ ზუსტად ამერიკული სტატიებიდან თორე ისაც არის რა თქმა უნდა ტრანსკრიპტი ლავროვი ხვდებოდა მაშინ ბაღავს და ლავროვმა თქვა რომ აი ესეთ რაღაცებს ამბობენ ამერიკის წარმომადგენლები თურმე ნატო ყოფილი ინსტრუმენტი ტერიტორიების აღდგენისა ძალიან მალე ყველა დარწმუნდება რომ ზუსტად საპირისპირო რამ მოხდება შებოდა ერთი თვე ომის დაწყებამდე მაგრამ ამ დროს კოკოითი ესე იგი კულახმეტომა ფული აიღო გავდივართ ეს სააკაშვილის სიტყვებია თავის წრეში ნაცები მე მეკითხებოდნენ ესე იგი სულ გაგიჟდა რა ხდება და კულახმეტოვმა აიღო ფული. კულახმეტოვი შეგახსენებს სამშვიდობო ძალების მეთაური. სარდალი. ორი დამოუკიდებელი წყაროდან, ერთი სამხედრო ჟურნალისტი ცნობილი რუსი, რომელიც მერე იყო ჩამოსული და მეორე იგორ ჩხეიძე, რომელიც გადახვეწილი იყო მაშინ ჩვენი სასაზღვრო ჯარების ყოფილი უფროსი. მახსოვს. და იმიტომ წავიდა საქართველოს რომ ჩამოუტანა სააკაშვილს ეს მისი სერტიფიკატები გადასცეს რომ თქვენს პრეზიდენტს რომ სააკაშვილი როგორც კგბ-ს ეიფრეიტორი მსახურობდა ბორისპოლის აეროპორტში. ეფრეიტორ კგბ ეს გამოქვეყნებულია ყველა შეუძლია ნახოს ეს საბუთები რომ ეფრეიტორ კგბ სააკაშვილი. ხო და ამის მაგრამ მაინც ვეხსი ბატონო პეტრე კგბ-ს ეფრეიტორ სააკაშვილი რატომ გაიხადეს ძაღლიშვილია მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია. იმიტომ რომ ქონდა აი ეს ჩემთვის ეს აუხსნელია. იმიტომ რომ ბუში რომელიც მამამისგან განსხვავებით ხშირად მას შიგნით ამერიკაში სპეციალისტები და ცნობილი სიტყვა იდიოტს უმატებდნენ ხოლმე. ბუში რომელსაც უხსნიდნენ რომ ერაყში შეჭრა იქნება მთლიანად იმ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის მოშლა და დაუჯდება ძალიან ძვირად შეერთებულ შტატებს რომ არიან მუსლიმები მაგრამ სუნიტები და შიიტები და მისი პასუხი მაღალ ჩინოსანმა ამერიკელმა მომიყვა რებს მელაპარაკებით ახლა დროს ხარჯავთ რა სუნიტი რა შიიტი ორივე ხო არის მუსლიმი და მორჩა აი ეს იყო ბუშის დონე და მე გახსოვთ ამერიკელებმა თავისი ხელით რო შექმნეს ისლამური სახელმწიფო და მთელი ჯარი მათი გაწნილი თავისი იარაღიანად სულ დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი რო გადავიდა იმ ისლამური სახელმწიფოს მხარეს ხო სად სამხრეთ ოსეთია ნოლია იმასთან შედარებით რაც ამერიკელებს მოუვიდათ ერაყში და შემდეგ ავღანეთში ავღანეთში იგივე გაიმეორეს უფრო დიდი მასშტაბით. აბა, არა, ერაყში მაინც სულ სხვა იყო და მე მოსმენას ვუყურებდი კონგრესისას და გენერლები გამოდიან, ერთი შავკანიანი ძალიან ძლიერი გენერალი ცნობილი და ეკითხებიან სენატორები. კი, მაგრამ აი იარაღი რო შევაერაღეთ ჩვენი ერაყის მოკავშირე არმია, სად არიან ახლა? ყველა გადავიდა ისლამის სახელმწიფოს მხარეს და დაახლოებით რამხელა ეს არის 9 მილიარდი დოლარის იარაღი გადავიდა იქეთ. კი მაგრამ ეს სენატორის სპეციალურად ეკითხება ახლა მითხარით ჩვენ რო გავცენით ეს ჯარი ჩვენი ხედი ჩვენი ექსპერტებმა გაცნეს ჯარი ჩვენი ერთგული ჯარი ერაყში რამდენი დარჩა ჩვენს მხარეს გენერალი ამბობს უნდა მოგახსენოთ ბატონებო სულ 9 კაცი შეადარეთ ამას ხინვალის ტრაგედია ტრიალდება ეს სენატორი და ეუბნება რომ ხალხო თქვენ ხო მოისმინეთ თქვენი ყურით 9 მილიარდი დოლარი ჩვენი გადასახადის გადამხდარებისა წავიდა იქეთ შეერაღება მიიღეს რომელსაც ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამერიკელები ჩვენივე იარაღს თვითმფრინავებს და ტანკებს ხო ხოლო დარჩა ჩვენს მხარეს ერთგული 9 ადამიანი როდემდე უნდა ვიმოქმედოთ ასე არიან იქ სახელმწიფო ადამიანები ჩაკ ჰეიგელთან მეგობრობდი და მილაპარაკია მე იყო თავდაცვის მინისტრი უკვე ობამას დროს ეს ადამიანი ამას ზენი რაღაცები ხდება
დიახ, ბატონო პეტრე, ისევ დავუბრუნდეთ საქართველოს და მე გეტყვით რომ ესე იგი თვითონ სააკაშვილი სუბიექტურად იყო დარწმუნებული გამარჯვებაში. იმდენად დარწმუნებული, რომ მან გააგზავნა კორტეჟი უგულავას ხელმძღვანელობით წითელი ფიანდაზები, დროშები, ტრიბუნები გადასატანი თქვენმა კოლეგა ჟურნალისტებმა ეს იციან ძალიან კარგად და მიყვებოდნენ. რომ მინიკაბები ჩაგვაცვეს, რომ აღლო მიიწება პირველ საათზე, 8-ში პირველ საათზე 8 აგვისტოს. და მაღალი ქუსლები და ქარელამდე ქემივედითო, მაგრამ მე რო დაბომბეს რუსებმა იქიდან მოვუყოდით. და რას ამბობდა სააკაშვილი? ტექსტი მაქვს ნანახი. გამზადებული იქეთ დიმიტრი სანაკოვი, აქეთ სააკაშვილი, ჯერ სააკაშვილი ულოცავს ცხინვალელებს და მთელ საქართველოს კოკოითი გაიქცა. ცხინვალი თავისუფალია, სამხედროსი თავისუფალია, ძმებო, ოსებო. მე დიმიტრი სანაკოვი ამბობს უკვე ოსურად მიმართავს და ჩახუტება და ახლა ეს რო ტელევიზიით გავა და CNN-ი რო აჩვენებს, ამის შემდეგ ხო რუსეთი ვერაფერს შეძლებს სააკაშვილის აზრით. და იმიტომ იყო რომ მოხსნა ის ჯარები, თორე ეს გენერალი რო იბრალებდა ზაზა მე გავაკეთეო, ვინ კითხავდა მას? კომისიაზე რო იყო მისული. იაკოგავა? ვინ სასაცილო, მაგრამ რო თქვა კომისიამ რომ სამხედროები არ დაეშებიან, მაშინაც უთხრეს ნაცებმა გენერლებს, ახლა თქვენი თავზე უნდა იყოთ ყველაფერი, თქვენ ხარ დაეშებით. აი რაში იყო საქმე. აი ეგეთი რაღაცა იყო, ასე რომ გაუქმება ძალიან გვიანი კი აი ეს აი გაუქმება რას მოიტანს აი რანაბიჯია გზავნილია და ვისაც კემანის იმას მოიტანს რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა რაც ვინც დარჩნენ იქა ხედავენ იმას რომ არავითარი პარალელური სტრუქტურები რომლებიც უნდა ჩაებარონ ძალაუფლება არ არის რადიკალური ნაბიჯი იყო როდესაც ნაცებმა და უკრაინიდან და დასავლეთიდან და რაღაცა აი თქვენი შანსი დაიბრუნოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედით გაისეირნეთ იქ და ასე შემდეგ თქვენ ლაჩრებო პირდაპირ გაისმოდა ლაჩარი ხელისუფლება მოხალატე ხელისუფლება და ეროვნულმა ხელისუფლებამ და მე მოესწარი ამას ბედნიერი ვარ განაცხადეს მაშინათვე თუ გახსოვთ რუსის ბოლო ჯარისკაცი რო გავიდეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და თან ეს ამ რუსის ბოლო ჯარისკაცი რო გაიტანოს მთელი შეერაღება SS-300-ები დგას აფხაზეთში მთელ რეგიონს ფარავს მარტო საქართველოს კი არას ტოჩკა ურაკეტები დგას ცხინვალში ტანკები და სულ არ ჭირდება ეს სტრატეგიული ადგილები ტანკები და артиლერია დგას თბილისიდან დავით აღმაშენებლიდან 30 კილომეტრში არავინ არასოდეს არს კი განიხილავს საქართველოს მიღებას ნატოში ან ევროკავშირში ეს სულ ბლეფი იყო თავიდან ბოლომდე სწორედ ნუ დაუკარგავ სააკაშვილს ძალიან ცნობილ ინტერვიუში სკანდალურში ოსბორნთან მან ეს თქვა რა გამოვიდა ხალხო რომ პუტინმა ყველაფერი სწორედ გააკეთა და სწორედ იბრძოლა ჩვენ ხო აღარასოდეს აღარ მიგვიყებენ ეს მაშინ თქვა 2009-ში თუ 10-ში სკანდალი რო იყო ბოკერიამ რო გამოაცხადა რომ ცუდი თარგმანია გამწარდა ეს კაცი ეს ოსბორნი და გამოაქვეყნა მთლიანად ტექსტი მე ცოტა შემოკლებული მქონდა და თუ მაინც და მაინც გინდათ აი მთლიანი ტექსტი დიდი სკანდალი იყო და გაჩერდნენ მე ნაცები აი ეს არის და ამიტომ ეს სრული ბლეფი ეს აი როგორი სიყალბე ამდენი წლის განმავლობაში დიმიტრი სანაკოვი ჟენევაში დაყავდათ კი მახსოვს ამ ხელისუფლებას გესმით ეს ხო დადიოდა ჟენევაში ეს ხელისუფლება აი ეს განცხადება იყო ძალიან ძლიერი იმიტომ რომ გაუქმება და მანამდე რომ არ შევალთ არავითარ შემთხვევაში რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ ჯარებით არასოდეს არ შევალთ ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე რომ აღდგეს ნდობა ხომ მეგობრობა ურთიერთობა ადამიანის სიყვარული მე რაც გითხარით ხო აღდგენილი იყო და როგორი მისვლა იყო აფხაზეთთან კი მახსოვს საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩადიოდნენ სამშენებლო ბრიგადები იმიტომ რომ კარგი ფული იყო აფხაზეთში მაშინ კაი ფულს უხდიდნენ დიახ ბადაბედა 4-5 წუთი დაგჭა თუ შეიძლება აუცილებლად მინდა რომ გონჩალენკომ გამოაქვეყნა აი ტრამპის მიერ შემუშავებული ეს 28 პუნქტიანი გეგმა და ერთ რამეს მინდა მივაქციო ყურადღება აქტივების საკითხიც კი განხილული არის იქ კერძოდ რომ 100 მილიარდი აღდგენის კომპონენტში აღდგენის ნაწილში რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს შემოსავლის 50%-ს ის შემოსავლის არ ვიცი ალბათ აქტივებიდან რუსეთის 100 მილიარდი დაიხარჯება და 100 მილიარდს კიდევ ჩამოვა ევროკავშირი და დანარჩენი აქტივებიც რუსეთის მოხმარდება უკრაინის აღდგენას თუმცა არ წერია
რომელ მხარეს დონბასი და ლუგანსკი თუ მარტო დონბასის და ლუგანსკის გარეთ ამისთვის დატოვა აქტივები თუ აქტივები არავითარ შემთხვევაში მე მინდა ყველა მიცოდეს რაც მოხდა დიდი ძვრა და სკანდალი შეერთებულ შტატებში როცა ეპშტეინის ამ პედოფილიური კავშირები მოგეხსენება და ფაილები და ვინ მონაწილეობდა აგერ პირველად მოხდა მგონი ბრიტანეთის ისტორიაში რომ მეფემ ჩარლზმა ჩამოართვა ტიტული და ყველა უფლება თავის ძმას კი იმის გამო რომ გაეხვი იქ და ტრამპი საუკეთესო მეგობარი ფოტოები გადაღებული რეებსერ და ეპშტეინს და ტრამპი აი როგორი ბიჭი და ძმაკაცი და განსაკუთრებით ესე იგი იზიარებს ჩემს სიყვარულს ლამაზი ქალების მიმართ ახალგაზრდები განსაკუთრებით უყვარს ეს ყველი ხელი დაწერილია ესმით ფაილები დედნები ყველაფერი არის მოსკოვში კგბ-ში გაიტანა ცეროს ეს სობილის სკანდალი იყო აგენტმა რომელიც გამოიქცა მაგრამ და ამიტომ წერდა პატრუშევი რომ თვეების წინათ რომ მოუწევს ტრამპს გაითვალისწინოს ვიზე არის დამოკიდებული და ვის უნდა უთხრას მადლობა და ეს გახსოვთ ეს სკანდალი ხო მაგრამ ამერიკაში ხო არის ფაილები თუ არ არის არის ესე იგი ეხლა რესპუბლიკელები უკვე იმ დონეზე მივიდნენ რომ ყველაზე ერთგულები ვინც იყვნენ ტრამპისა ამ საჯარო აზრის გამო რაც არის ამერიკაში ყველა გაემიჯნა და მოაწერეს ხელი და შეგროვდა ეს ხმები საჭირო ტრამპს გზა რქონდა თუ არა მოეწერა ხელი და ამ დროს მე ვციტირებ შეერთებული შტატების სამყარო ექსპერტებს ძალიან ცნობილ ხალხს ობიექტურებს ტრამპის ერთადერთი გზა იყო რაღაცით გადაეფარა ეს 28 პუნქტი ისეთია რომ აპრიორი ამას უკრაინა ვერ მიიღებს და არ მიიღებს გამორიცხული მაგრამ ზელენსკიმ თქვა რომ ილაპარაკებს ახლა ნახეთ ზელენსკიმთან ნამუშევარი არის ეს არ არის მისთვის სიურპრიზი რომ თუ გინდა შემდგომი ურთიერთობა და ურთიერთობა როგორია ერთი კვირა თუ 10 დღეა გასული რაც ტრამპმა მისცა უკრაინას უფლება ატაკამსი გამოიყენოს რუსეთში ნებისმიერ სიღრმეზე და სხვა რაღაცები ასეთი დახმარება უკრაინას არასოდეს არ ქონია ამ ფონზე ეს პერფორმანსი ჩამატარებინა ამიტომ ზელენსკი ამბობს რას დღეს უმეროვი გამოვიდა ზელენსკი ამბობს არ ეხება არც ერთ პუნქტს ჩვენ რა თქმა უნდა მზადვად განვიხილოთ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა რა თქმა უნდა ჩვენ ფიქრობთ შვედობა პირველივე დღიდან შეერთებულ შტატებსაც ამას ვეუბნებოდი ჩვენ გვინდა მშვიდობა ისეთი მშვიდობა რომ აღარავინ არ დაგვესხმება თავს ზელენსკის ციტირებ ამ არაკანს და მოღალატეს უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოსი და იქვე რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ღირსეული და ყველა ეს სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული და ასე შემდეგ ხო უმეროვი იგივე ამბობს არ ეხება არც ერთ პუნქტს მაგრამ მისაღები იქნება ცხადია მხოლოდ ამ პირობებით ანუ რას ნიშნავს ეს იქ რო პირობებია ჩადებული დავანებოთ თავი იმ აქტივებს და ასე შემდეგ. იქ რო პირობებია ჩადებული, რომ ესე იგი თქვი თუ არის გამოაცხადა ნატო იტყვის უარს ნატოზე იქ თქვა ყირიმი იქ ესე იგი დონეცკში რო ჯარები ყავთ უკრაინას და ართმობთ იმ ტერიტორიად გაიყვანეთ თქვენ. რუსეთი ვერ ერევა და თქვენ გაიყვანეთ. იქ დონეცკი, ლუგანსკი, ხო, ზაპოროჟია და ხერსონი, სადაც ხართ შესულები, იქ გაჩერდითო და ასე შემდეგ. ეს არის როგორი გეგმა იცით? ეს არის გეგმა მხოლოდ იმისთვის, რომ სულ ჟღერდეს ახლა ტელევიზიი და მათ შორის შეერთებულ შტატებში, რომ ტრამპი ახლა მე-11 კონფლიქტს ამთავრებს, როგორი გეგმა დადო. და ასე შენ მეტი არაფერი, ამ გეგმას არაფერი არ უწერია ამ PR ფუნქციის გარდა ხანმოკლე. ფუნქციის გამო რო იცოდეთ, მხოლოდ პერფორმანსის გამო ტრამპი დათანხმდა ირანის დაბომბვას იმ დიდი ბომბებით იმ მომენტში. ისევ მაშინ ის იყო ეპშტეინი პიქსაკსა და მაშინ სკანდალი და უთხრეს რომ თუ გინდა გადაფარო ეს გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ესე ასეთი მოქმედებაა, მაგრამ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ 22 წელს თებერვალში დასავლეთის ფინანსური ელიტების მხრიდან და დასავლეთში სულ ცოტა 2.5 ტრილიონი დოლარია ჩადებული პუტინის მიერ სხვადასხვა უშუალოები და ასე შემდეგ და ეს 300 მილიარდი მხოლოდ 10%-ია რაც გაყინეს რაც სინამდვილეში არის ჩადებული პუტინს ქონდა მწვანე შუქი დასავლეთისგან უკრაინასთან დაკავშირებით ოღონდ რა პირობებით
შენ რო გვეუბნები თავისი კულუარული ის იყო რომ ყირიმისნაირად იქნება მაქსიმუმ 2 დღეში 3 დღეში თუ უბრალოდ დასვამ შენს იანუკოვიჩი იტყვის რომ ნატოში აღარ შედის როგორც მაშინ თქვა როცა გახდა პრეზიდენტი დამთავრდება ეს ყველაფერი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამიტომ თქვა ბაიდენმა რომ წამოსდო უკვე მოხუც კაცს ნუ თუ პატარა იქნება შემოსევა invasion small machine არა უშავს რა ხო ესმის მაგრამ რა მოხდა გამოვიდა რომ აი ახლა შესრულდება 4 წელიწადი თებერვალში სუფთა 4 წელიწადი შესრულდება და ეს გადააჭარბებს საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ მოქმედებას მეორე მსოფლიო ომის დროს. ნუ მართალია ის რო ვთქვათ იაპონიის კაპიტულაცია დასრულდა და 4 წელიწადზე ცოტა მეტი. კი, მაგრამ აი ხელი მოეწარა გერმანიის კაპიტულაციას 4 წელი არც იყო გასული. აი სად შეტობა პუტინმა და როგორი ვითარება რუსეთში ფინანსური და სხვა ვიცით. დიახ, ბატონებო, ძალიან დიდი ბოდიში სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის ამოიწურა ძალიან საინტერესო საუბარი ქონდა იმედი გვაქვს კიდევ ვისაუბროთ დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ამ აყურებელსა და მსმენელს ჩვენ ერთმანეთს მემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ კვირას ნახვამდის